მოგესალმებით მეგობრებო, კარგს მოგვადგა 2026 წელი და მე უნდა შევაჯამო აბონ ციციაშვილის 1 წლის ნამუშევარი და თქვენთან ერთად უნდა შევაჯამოთ. ხო, ძალიან ბევრს უკრის რა უნდა რა პოლიტიკაში იქება, ვინ არის ეს ქალი, ვინ უხდის პულს, ამერიკა ავალებს, აქ ორთქლის გამოსაშვებად ყავს ბიძინას, ეს ქალი თუ გიჟია გადარეულია რასაკეთე, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო ჩემთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ არც არის საჭირო, იმიტომ რომ მე მალაპარაკებ ჩემი ქვეყნის სიყვარული. მოდი შევაჯამოთ 2025 წელი და უნდა შევაჯამო საქართველოს პოლიტიკაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთს გეტყვით ის რომ ჩვენ ჩავიჯვით ქართულმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ჩავიჯვით, იმიტომ რომ 1 წლის წინ ჩვენ რო ქონოდა დიდი გამოსვლები და აი 100,000-ობით კაცი გამოსულიყო და ეთხოვა ამერიკისთვის დახმარება, დღეს ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვიქნებოდით. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მაგრამ რადგანაც მე პოლიტიკოსი არ ვარ და აბონ ციციაშვილი ვარ და პოლიტიკურ მიმოხილვებს ვაკეთებ, ჩემზე არ იყო დამოკიდებული ეს 100,000 ადამიანების შეკრება, მოთხოვნა ამერიკა დაგვეხმარეთ, თუმცა ამას გავიძახოდი და არავინ არ მოთხოვა, მაგრამ არაუშავს ხალხი მზად არ არის, ოპოზიცია მოსყიდულია, ნახევარზე მეტი დაჭერილია, მოსყიდული თუ არ არის სასარგებლო იდიოტი და ნუ ვიცით რა მძღნელში ვზივართ რა. არ მინდა ეხა ამ სახალხო განწყობას ცუდი სიტყვები შევატენო. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი რაც აბურმა თქვა, ყველაფერი რასაც მე წინასწარ ვაანონსებდი, ასეც ხდებოდა. 1 წლის წინ ვიძახდი რომ ტრამპის ზე ამოცანა არის რუსეთის დასუსტება, არავის არ ჯეროდა ესე, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ რომ ყველაფერი ასეც მოხდება. ყოველ შემთხვევაში არავის გაუკვირდა გუშინ პუტინის რეზიდენციაზე დრონების თავდასხმა. იცით რატო? იმიტომ რომ ძალიან შიდა ინფორმაციას გაძლევთ, რომელიც ჯერ არ არის გამშყავნებული. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაცვაში მოხდა უპრეცედენტო რამ. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მცდელობა გადაებირებინათ მისი პირადი მცველი ორი ადამიანი შანტაჟის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ამას ბატონი ტრამპი ასე არ დატოვებდა. და უცებ პუტინის რეზიდენციას დრონებით დაარტყეს. ეს უდიდესი გაფრთხილება, მეგობრებო. ეს არის უდიდესი გაფრთხილება და ჩვენ არ უნდა აუყვეთ არავის პროპაგანდას. მომისმინეთ მხოლოდ მე, იმიტომ რომ მე მაქვს სანდო ინფორმაციები, ვაგრძელებ. მართალია პრეზიდენტ ტრამპს და მის გარემოცვას ჯერ არსად არ უხსენებია საქართველო და მისი ინტერესები, მან გამოუშვა თავისი დოქტრინა 33 ფურცლიანი დოქტრინა, რომელსაც ზოგი არ კითხულობს, ზოგი ვერ კითხულობს, ზოგი სპეციალურად არ კითხულობს, ზოგი ცდილობს რომ დაამახინჯოს, ვერაფერს ვერ უწევთ, გამოქვეყნებულია ოფიციალურად დევს. იქ საქართველო პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ ნახსენებია როგორც რეგიონი, რომელიც სჭირდება ამერიკას. შესაბამისად, ჩვენი რეგიონი თავისი შავი ზღვის სანაპიროთი, სადაც აფხაზეთიც იგულისხმება, ძალიან საჭირო პარტნიორულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და იქამდეც მივა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთს გთხოვთ, გეყოფათ ტრამპის ლანძს. საკეთეს ბიძინა გაგიჟებულია. არ მინდა არ მაინტერესებს ის მარცხალაძე რაღაცა იმას ეს ამ ნაგავში შესვლა არც თქვენ გირჩევთ და არც მე მინდა შესვლა, იმიტომ რომ ტვინი მერევა. ყოველ შემთხვევაში ბიძინა ეხლა აკვირდება რას აკეთებს ლუკაშენკო და step by step იმეორებს მის ნაბიჯებს. არ არის გამორიცხული რომ პოლიტპატიმრები გამოუშვას, ისქნას, ამიტომ თუ გინდათ ამოხსნათ ბიძინას ფენომენი, ეხლა დააკვირდით რას აკეთებს ლუკაშენკო და ის ერთ-ერთში გაიმეორებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, მაგრამ ის ლუკაშენკო არ არის. ლუკაშენკო არის პრეზიდენტი ქვეყნის და ბიძინა არავინ არ არის საქართველოში ასე ოფიციალურად. იქნებ სჯობდეს რომ მოხვიდეთ პოლიტიკაში ბატონო ბიძინა, რომ უფრო ოფიციალურად დაგელაპარაკონ. ისე ეს ნაბიჯი დაგეხმარებოდა. რაც არ უნდა ფოტოები იყოს სტალიაშვილმა მარკ რუბიოსთან, მასთან სერიოზულად არავინ არ აპირებს საუბარს, საერთოდ არ აპირებს. ეს ფოტო იყო უბრალოდ პროტოკოლური ფოტო, როგორც თქვით. თუ თქვენ პოლიტპატიმრებს გამოუშვებთ, თქვენ გექნება შანსი დაელაპარაკოთ ტრამპის ადმინისტრაციას, მე ამას გეუბნებით პირდაპირ.
ვერ მიუდექით ტრამპს, ვხედავთ ამას, ცდილობთ არ გამოგდით. საელჩოდან მოისროლეს ყველა კონტაქტი, რომელსაც კონტაქტი ქონდა ბიძინას მთავრობასთან და ფაფუ აღარ არიან. ასე რომ დაგჭით მარტო მე. კაი ხუმრობ. აბა, ბედნიერი ახალი წელი ხალხო და 2026 იქნება ჩვენი გამარჯვების წელი. დაიმახსოვრეთ, აბონი რასაც ამბობს, ის ხდება, იმიტომ რომ აბონი კუდიანია.